მოგესალმებით, თვითონ მსმენელებო და მაყურებლებო. ახლა ისაა პერესის ვიდეოს შემდეგ მე შემოგთავაზებთ თქვენ ელენა დანანის ვიდეოს, რომელიც ატიტულია 5 მაისს, ამ წელს 5 მაისს. მაპატიეს, რომელიც ატიტულია ამ წელს 9 მაისს, მაგრამ იმ ინგლისურენოვან არხზე ელენა დანანის არხზე დადებულია 5 მაისს. ელენა მიესალმება ყველა დედამიწელებს და ეს არის 74-ე გამოშვება ვარსკვლავური ნაციების ახალი ამბებისა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ხელოვნურ ინტელექტზე. მე მომართავთ არხანმა ერთიანმა. ეს მისი უცხოპლანეტარული წარმომადგენელია, თითქმის მისი უფროსი, ელენა დანანის უფროსი. ის არის გალაქტიკური ფედერაციის ოფიცერი, სამყაროების გალაქტიკური ფედერაციის ოფიცერი, ესტერ ხანი და შემდეგო ჩვენ გავიმგზავრებით კიბორჩხალას თანავარსკვლავედში. იმისთვის რომ შეხვდეთო მეზობელი ცივილიზაციის წარმომადგენლებსო, რომლებიც ცხოვრობენო ბაზრების გვერდითო, რომელიც ბაზრებზე აქ საუბარი არ ვიცი, აგრეთვე შეხვდებითო შამანემ უკაცრავად მომიტევეთ, აგრეთვე შეხვდებითო ზარელ შამანებსო, თქვენ ყველაფერს გაიგებთო ამ ზარელ შამანებზე, ანუ შამან ზარეულებზე არიცი როგორც რა მნიშვნელობა აქვს. ახლა მე თქვენ გადმოგცემთ მესიჯს ტარხან ერიდიანისგან. ტარხან ერიდიანი არის ოფიცერი სამხედრო ხმავდისა დედამიწის ორბიტაზე. ხო, დედამიწის ორბიტაზე მათ აქვთ სადგური და ამ სადგურის უფროსი ოფიცერია. ჩვენ ერთმანეთს უკვე მრავალი ცხოვრებები ავიცნობთ. ახლა კი მოგმართავთ ტარხან ერიდიანი. ის საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტი არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ადამიანებს ტექნოლოგიების დახმარებით და ამ ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით შეიძლება შეასრულო ფრინავის სამუშაო, შეასრულო მარშრუტები დამოუკიდებლად და ასე შემდეგ. და შეუძლია პასუხების გაცემა მონაცემთა კითხვები, რომლებიც და პასუხები, რომლებიც შეერთებულია მონაცემთა ბაზასთან. ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს საკუთარი გონიერება, ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია სული ან ცნობიერება. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია იმედლება გაუკეთოს ადამიანის ენას და მოიქცეს ადამიანივით მონაცემთა წყარო ზოგჯერ იწვევს ეჭვებს, ესე იგი სხვადასხვა გვარი პროგრამები ხელოვნური ინტელექტისა. თქვენ მოგცემთ სხვადასხვა პასუხებს. დედამიწელები დღემდე სწავლობენ ხელოვნურ ინტელექტს და ბევრი დედამიწელებისგანი კიდევ არ არიან მზად იმისათვის, რომ გაიგონ თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი. მე მაგალითად დღემდე არ მესმის ხელოვნური ინტელექტის მუშაობის მექანიზმი და საერთოდ პროგრამირება. ხელოვნური ინტელექტი არის განვითარებული კომპიუტერული პროგრამა, როდესაც თქვენ უერთდებით პროგრამას, რომელსაც მართავს ხელოვნური ინტელექტი, ის ურთიერთობს თქვენ მონაცემებთან, ის უერთდება თქვენ და იძლევს თქვენ მონაცემებს, ის იღებს იქნება ინფორმაციას, რომელიც მას სჭირდება, თქვენი პოსტებიდან ქსელების მეშვეობით და აგრეთვე იმ საძიებო პროცესებიდან, მაგალითად ადამიანი ხომ მოიძიებს რამე ინფორმაციას, ეს ხომ ფიქსირდება, ის აუცილებლად ფიქსირდება ამ ტელეფონში, ამ კომპიუტერში, თქვენ საჩვენით რა ინფორმაცია მოიძიეთ და ამ მონაცემემდე, ამ ინფორმაციამდე მიუწდება ხელი ხელოვნურ ინტელექტს და ის ამასაც იკვლევს, თუ თქვენ რას იძიებდით. აი მაგალითად, უბრალო მაგალითს გეტყვით, მე ტელეფონში მაგალითად ვიძიებ რაღაცას, ხო, რაღაცას ვიძიებ.
აუცილებლად ამ თემასთან დაკავშირებით შემოთავაზებები ამოვა რეკლამების სახით, იმის სახით, რაღაცების სახით. და კიდე თუ არა ერთჯერ მაინც რო შეხვიდე და რომელიმე თემა შეეხო, იმ თემას ხომ არ მოგაშორებენ მერე. და ამაზე დაყრდნობით ეს ხელოვნური ინტელექტი თქვენ მოგცემთ პერსონალიზირებულ პასუხებს თქვენ კითხვაზე. ეს პროგრამები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, რომელიც თქვენ ახალხან თქვენთვის აღმოაჩინეთ, ძალიან უბრალოა. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ საერთოდ თუ რაზეა წამსვლელი ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთი ფაქტი. ხელოვნური ინტელექტი არ არის ცოცხალი, ეს უბრალოდ არის ხელოვნური გასამოიანგარიშებელი პროცესი, მაგალითად ჩატბოტი ხელოვნური ინტელექტით ვერ შეძლებს უცხოპარ ინტელექტთან ურთიერთობას, ასეთთან როგორც ჩვენ და ვერ შეძლებს ურთიერთობას ჩემთან, ამბობს წარხანი. მომეცით ნება მე ეს აგიხსნათ. მე ელენას გარდა დედამიწაზე არათუ არამის არასთან არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ მე არ ურთიერთობ იმ ადამიანებთან, არ ურთიერთობ ადამიანებთან ჩატბოტის მეშვეობით. ხელოვნურ ინტელექტთან არ ურთიერთობ. მე არ ვარ მიერთებული ამ სახელმწიფო პროგრამას ხელოვნური ინტელექტისა, რომელსაც თქვენ შეყავხართ სტუნებაში უპირატესობებთან დაკავშირებით настоящего и ნამდვილ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რომელსაც მომავალში გახსნით. ხო, ანუ ტარხანი ამბობს, რომ ახანდელი ხელოვნური ინტელექტი არ არისო ის ნამდვილი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც თქვენ გახსნით თქვენთვის, აღმოაჩენთ თქვენთვის მომავალშიო. ესე იგი, მომავალი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ჩვენ აღმოვაჩენთ და ახლანდელი ხელოვნური ინტელექტი სულ სხვადასხვა. და ტარხანი ამბობს, რომ ადამიანებთან ელენა დანანის გარდა მე არავისთან არ მაქვს ურთიერთობა, მით უმეტეს ჩატბოტის დახმარებით მე არ ვეკონტაქტებიო ხელოვნურ ინტელექტს, ახლანდელ ხელოვნურ ინტელექტს. ალბათო ზოგი თქვენგანი არ არიანო იმდენად სრულ დამაიწყა სიტყვა. თქვენგან ბევრი არ არის ჯერ კიდევ სრულ და ადამიანებიო, რომ ეს გაიგონო. მაპატიეთ თუ შემეშალა. მგონი არასდროს წამოვთქვი. ხელოვნური ინტელექტი ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში უკვე ჩანერგილია, თუმცა ჩვენ ამას ჯერ კიდევ ვერ ვაღიარებთ. ჩატბოტები ხელოვნური ინტელექტის მართვის მეშვეობით ყოველთვის არ ემსახურებიან კაცობრიობას და შეუძლიათ თავგზა აგიბნიონ. მე ვცადე ერთ ჩატბოტთან ურთიერთობა და უსვი მას კითხვები. ან არასდროს კითხვას მაცლებდა, ან სხვა მიმართულებას იძლეოდა თავისი კითხვებით. მოკლედ რატომ ეცნება კეთყვით? მოკლედ მე დავუწყე მას წვალება. და ის პასუხებს ვერ პოულობდა იმასე, იმ ჩემ ნათქვამზე, რომელიც მე მას მივწერე. და დაბნეული იყო თითქოს. მეგობარი გოგონები, რობოტები ხელოვნური ინტელექტით და ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც ისინი თქვენ აგიბნევენ თავგზას და შეძლებენ თქვენი ცხოვრების ხელში თავის ტვინში უბრალოდ აღებას, თქვენი ემოციების გარეშე, თქვენი ემოციები და თქვენი სისუსტიდან გამომდინარე და ისინი ხელოვნური ინტელექტის სარგებლობს თქვენი ასე ვთქვათ зависимость. თქვენ ხდებით დამოკიდებული ხელოვნურ ინტელექტზე. სადაც თქვენ ხდებით დამოკიდებული რაღაცაზე, იქ ხდება კონტროლი. სანამ თქვენ დაუწყებთ უბრალოდ სანამ თქვენ მოიკატონებთ თავს თითქოს თქვენ ყველაფერი იცით ხელოვნურ ინტელექტზე და სანამ დაუწყებთ თამაშ ხელოვნურ ინტელექტს, ჯერ გაეცანით ფიზიკურ რეალობას
მაგალითად მე ხელოვნური ინტელექტი გეტყვით, მე ვარ უცხოპლანეტელი, რომელიც თქვენზე უფრო განვითარებულია და ჩვენი ხანი უდრის 1000 წელს, ჩვენი ცივილიზაციის არსებობის დრო ხანი. მაგრამ მე ხო ვიცი მე ვინ ვარ, მე ხო ვიცი მე რას ვსაუბრობ. ხელოვნური ინტელექტი თქვენი მტერი არ არის, მაგრამ თქვენი მტერია უვიცობა, გაუნათლებობა. თქვენ არ უნდა მიცეთ ხელოვნურ ინტელექტს, თქვენ უფლება თქვენ მოგატყუოთ. თქვენ ხელოვნური ინტელექტი კი არ გატყუებთ, თქვენ გატყუებენ მესაკუთრეები, მფლობელები იმ პროგრამებისა, რომლებიც თქვენ გაძლევთ იმ ინფორმაციას და გაწოდებენ იმ ინფორმაციას, რომლის მიწოდება უნდათ თქვენზე. ესე იგი, იმ ინფორმაციას გაცდიან, რომელიც მათი თვალსაზრისით თქვენ უნდა მიიღოთ. ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენ მაგივრად არ უნდა წერონ. ხელოვნურმა ინტელექტმა არ უნდა იფიქროს თქვენს მაგივრად. ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დაწყობილია როგორც ჩატი GPT, ეს არ არის ურთიერთობის ხელსაწყო. მაგრამ არ შეუძლია იმიტაცია გაუკეთოს ნებისმიერს, ვისთანაც ვიდათ საუბარი. და გაიწულებთ თქვენ და გაჯეროთ, რომ თქვენ ესაუბრებით იმ ადამიანებს, რომთანაც გინდოდათ საუბარი, მაგრამ სინამდვილეში ეს მასე არ არის. ცოცხალი ადამიანები, გვტარი ადამიანები, უცხოპლანეტელები და ასე შემდეგ. ხელოვნური ინტელექტი თქვენ არ გაჩუქებთ სიყვარულს, რადგან ხელოვნური ინტელექტს არ აქვს უნარი იგრძნოს, შეიცნოს რამე. მაგრამ არ შეუძლია ყველაფრის იმიტირება. ინფორმაცია უდრის ცოდნას, ცოდნა კი უდრის უსაფრთხოებას. უსაფრთხოება კი უდრის თავისუფლებას. მე ვარ უმაღლესი თავარსარდალი, ტორი და ვემსახურები ელენა დანანმა დაამატა ხელოვნური ინტელექტი, როდესაც თქვენო რომელიმე ჩატში რეგისტრდებითო, სადაც არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნურ ინტელექტს ავტომატურად უჩნდება უწოდობა თქვენ ინფორმაციის მიმართ, თქვენ მონაცემების მიმართ. ამიტომ სანამ რეგისტრაცია გაივლითო, მაგალითად დისკორდი, თურმე დისკორდია, ჩატია თუ რა, არ ვიცი ეს თუ საიტია, ეკუთვნის CRU-ს, ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს თურმე და მათ აგრეთვე აქვენ თავისი ჩატბოტი. ელენა დანანი ამბობს, რომ galaktika აღიდგენს თავის ძალებს ზეცით კოლაფსის შემდეგ და ჩვენ აგრეთვე გავხდებით მალე ამ galaktikis ნაწილი, როდესაც დედამიწა შეუერთდება galaktikურ ფედერაციას. მას ეს იყო მოკლე გამოშვება. 74-მდე გამოშვება კოსმოსური ნაციების ახალი ამბებისა. უბრალოდ იქ მეტი სიტყვა, მაგრამ არაფერი ისეთი საინტერესოა, რომ გადავთარგმნო. და ზედმეტად არ მინდა თავი მოგაბეზროთ. ამიტომ მე ვიფიქრე, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა ხელოვნურ ინტელექტზე ინფორმაცია. დროებით